მეურნეობაში გამოყვანილი ხოხბები. რა აზრის ხართ? კარგია, არ არის კარგი? ჩვენ როდესაც ხოხბებს ვუშვებდით, ბატონი მიხეილი განსხვავებული აზრით შემოვიდა. ესე არ არის, ბევრს წარმოუდგენი, რომ აი გაუშვებ და გამრავლდება. ვერ დაგეთახმებით თლად და რატო გეტყვით? ჯერ არ ვართ ჩვენ ისე მომზადებულები. დავინახოთ რაიმე ფაქტი აღკვეთოთ, ხელი შეუშალოთ. კაკაბმა გამოიღო შედეგი. სადაც 200-მდე ხოხობი. ხოხობი თითქმის არ არის. საფარიც არ აქვს, ჩემო მარლეო. დიდგორზე იყო გაშვებული 200 კაკაბი. რატო არ ვეთანხმები? ეს ხალხი შრომობს და ჩვენ როგორც საქართველოს შვილები, ასე ვთქვა, მოქალაქეები, ამას უნდა ვხედავდეთ და გადაცემის სპონსორია სპორტული საინფორმაციო პორტალი Crocogym. ჩვენი გადაცემის მხარდამჭერია Happy Dog-ი. კვებე სიყვარულით. Good choice. ბურგერისთვის მოვდივარ აქ. მიხარია რომ დღევანდელი შეხვედრა მაინც და მაინც მოხდა აქ. ეს ყველაფერი სიმბოლურია. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ დაგვითმო. ჩემო მეგობრებო, ეს სივრცე და რატოა სიმბოლური. ბატონი მიხეილი აქვე ცხოვრობს, ძალიან ახლოს, ჩვენ ვიმყოფებით. მისამართი როგორ აგვაქვს ზუსტი? სიონის 8-ში ვართ, ხალხო. და ბატონი მიხეილიც მეზობლად ვეცხოვრობს აქვე და აქვს ძალიან საინტერესო ხედვა ზოგადად იმასთან დაკავშირებით თუ ხოხბებს როგორ ვუშვებთ და მერე შემდგომ რეალურად რა სურათი რჩება მოსახლეობას. ბატონო მიხეილი, ბავშვობა გაქვთ აქ გატარებული ფაქტიურად და თქვენს ბავშვობაში ხოხბები იყო აქ, ხო? დიახ, ჩემ ბავშვობაში იყო ხოხობის, ასევე კაკაბიც. ბოტანიკურ ბაღში ცხოვრობდი ჩვენ მაგ იმ პერიოდში. მოხსენებად მაშინ, დაცვაც იყო, თვითონ რეკრეაციული ზონაც იყო დაცული. და ჩემ ბავშვობაში საკმაოდ ბევრი რაოდენობით იყო კაკაბიც. კაკაბიც იყო. რა თქმა უნდა, ზუსტად ბოტანიკური ბაღის თავზე, იმ ფერდობებზე იყო რამოდენიმე გუნდი, შემიძლია ვთქვა. გაყოლებაზე, მაგ ფერდის გაყოლებაზე, ტაბახმელის სადაც შინდისის შესახვევი, აიქამდე იყო კაკაბი, რამოდენიმე გუნდი. წყალგაღმაც ასევე იყო კაკაბი. ხოხობი უფრო იყო წყალგაღმა და მე ჩემ ბავშვობაში მახსოვს 9 წლის ვიყავი ბოტანიკურ ბაღში 3 ცალი ხოხობი დადიოდა. ხო და პოლიციელების მე გავიგეთ რომ პოლიციელებმა გეკოებით დახოცეს ის ხოხბები. სამწუხაროა. ძველი თაობის ხალხთან რომ მქონდა საუბარი, სოლაქში ცხოვრობდა ერთი ძველი მონადირე იყო და იმან თქვა რომ საბუციან წლებში მე ლეხთა ხევშიო ნადირობდი ან გაყოლებაზე, ახლა სადაც კოლხეთი რესტორანი არის, მაგ ჩანჩქერიდან აყოლებული, იყო ხოხობი საკმარის რაოდენობით. რამოდენიმე ხნის წინ ხოხბები გავუშვით ჩვენ, ხო? მეურნეობაში გამოყვანილი ხოხბები. რა აზრის ხართ ზოგადად ამასთან დაკავშირებით? კარგია, არ არის კარგი, სწორედ ვითარდება ეს ყველაფერი თუ არა? რატო ვკითხულობ ჩემო მეგობრებო ამ ამბავს, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ხოხბებს ვუშვებდით, ბატონი მიხეილი განსხვავებული აზრით შემოვიდა. მესიჯი მომწერა, რომ მე ცოტა სხვანაირად ვფიქრობ და მინდა რომ თქვენს გასაგონად ეხლა ვილაპარაკოთ ამ თემაზე. რატო ფიქრობს ეს კაცი ასე და სხვათა შორის ამაში არის მართლაც ლოგიკა რა. ეხლა როდესაც გაიშვა აქ მაგალითად ორთაჭალაში, აღმოჩნდა რომ უბრალოდ კატებმა შეჭამეს, რა ყველაფერს თავი გავანებოთ. კატებმა და კიდე გონი კვერნა იყო. კვერნას და ორფეხა. მე პროფესიით ექიმი ვარ და ბიოლოგი ვარ. ასევე 34 წლის სტაჟით მონადირე. ჩემი თითეული გასვლა ბუნებაში აქტიურად უფრო 14 წლიდან მანამდე სიყვარული მქონდა ჩადებული, ბუნების სიყვარული. აქტიურად, უფრო აქტიურად ვაკვირდებოდი, ანუ ჩემი ამოცანა მარტო ის არ იყო, რომ ჩახმახი გავომეკრა და მომეკლა. რა თქმა უნდა, ახლა ახალგაზრდები ვიყავით, გულანთებულები, უფრო ასე ვთქვათ, შინი ქონდა ნადირო, მაგრამ მე ვაკეთებდი შეწყმას ამის ყველაფრის. აბსოლუტურად დაკვირვება ბუნების, ჩვენ ვართ ბუნების შვილები. ჩვენ თუ ჩვენი ქვეყანა არ გვიყვარს, ჩვენი ბუნება და თუ არ გაუფრთხილდით, ხა ნადირობა ეს არის ტრადიცია. სოფლიოში არის ეს ტრადიცია, მაგრამ სწორი ნადირობა, რაციონალური ნადირობა. ბოტანიკურ ბაღს რაც შეეხება ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, ბოტანიკურ ბაღში სხვათა შორის ეხლა რაც მოხდა, მე მანამდეც აუღლიშნე, თქვენთან მქონდა საუბარი მარლენ. ბატონ თემურ ტყემალაძესთან მე ძალიან დიდ პატივს ავცემ, ფაქტიურად ეს კაცი არის ამ ესეთი აგროკომპლექსი რაც შეიქმნა ბატონ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ გვაჩუქა ამისთანა უდიდესი რაღაც ერთი სიტყვით, თავისი მთელი ეს სისტემები რაც არის საინკუბაციო სისტემა აბსოლუტურად საუც ამიერკავკასიაში ალბათ კი არა ანალოგია არ აქვს ანალოგია არ არის ეს ხალხი მუშაობს ბიოტექნიკური კუთხით
ბიოენჟი ყველაფერია ჩართული. ეს ხალხი ძალიან დიდი დანახარჯები არის. რა თქმა უნდა, მაგასთანაც ხოფში ჩადებული. რა თქმა უნდა, ამის მოვლა, გაშვება იქ ხელოვნური პირობებია შექმნილი. მე ამის წარმოიდგინეთ, ამის დაჭერა, წაყვანა ველურ ბუნებაში გაშვება. ეს ხალხი შრომობს და ჩვენ როგორც საქართველოს შვილები, ასე ვთქვა, მოქალაქეები, ამას უნდა ვხედავდეთ და სტერეოტიპი ჩამოყალიბდა ესეთი მე რაც საუბარი მაქვს ახლა ზოგადად მონადირეებთანაც ახალ დამწყებ მონადირეებთანაც თოფიან ადამიანებთანაც სამწუხაროდ ჩემი დიდი გულის ტკივილია დღეს თოფიანი ადამიანები ჭარბობენ ვიდრე მონადირეები მონადირეები ერთ გადაუხვევთ რა ერთ საკითხი და აი თქვენ რომ ეპატიჟების სტუმრეს მონადირე ეს ძალიან დიდი საწინდარია იმისა რომ ახალმა თაობამ იმ თოფიანმა თაობამ ნახოს რომ კარგი სტუმრები ყავთ აბსოლუტურად გესიამოვნება როცა საუბრობენ და აი იმის საშუალებით რომ მოხდეს პოპულარიზაცია რაც შეეხება გაშვებას ბუნების ამ ხელა რესურსი მოგცა ამ ადამიანმა ბატონ თემურის დამსახურება არის ფაქტობრივად მედიატორი იყო მთელ ამ საქმიან რომ არქიტექტორი ამ საქმიან რომ ის იდეის მომწოდებელი ბატონო თემურ რა ღვაწლიდებს თქვენი აი ამ საქმეში რა რაც შეეხება ამ ხოხბების გაშვებას ამ კაკბების გაშვებას როგორც მე ვიცი წლებია უკვე ამაზე მუშაობთ არა ჩვენი ფონდი ჩვენი გუნდი არის ამით და მსგავსი პროექტებით დატვირთული და დაკავებული და რა თქმა უნდა ჩვენ თვალსაჩინოში არის და რაღაც ღვაწლი მიგვიძღვის რამდენი როგორ ახლა მე არ დამიტყვია რამდენი წელია უკვე ამ საქმიანობაში ხართ მე გეტყვით ახლა საერთოდ 2000 წლის დასაწყისიდან გამიჩნდა სურვილი და ჩავერთე ამ საქმიანობაში და სანადირო მეურნეობების მოწყობა, ნადიფრინველი, შესწავლა ბუნების, საადრა მდგომარეობა არის. დავისახეთ მიზნად, რომ რაღაც ყურადღება მიგვექცია და ჩამოყალიბებული ყავით ამ მხრივ. 2006 იყო თუ 7-8 ზუსტად არ მახსოვს. ინტენსიურად მუშაობდი და ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან მიგვიწვდა ხელი, ვინაც მოგვდა თანხმობა, რომ ჩაერთვებოდა მივიღებდით გრანტს, რომ დაგვეწყო ესეთი უნიკალური ფრინველების მოშენება, როგორც არის კოლხური ხოხობი, გნოლი, კაკავი და ასე შემდეგ. გამიჩნდა სურვილი, რომ ჩამოყალიბებული იყო როგორც ესეთი ეროვნული საშენი ჩემ ბაზაზე, ლაგოდეხის ჭიაურის ტყეში. და დავიწყეთ ზრუნვა ამ მიმართულებით ჩემ ხელში რაც იყო და რაც მომეპოვებოდა ვცდილობდი რომ შემეგროვებინა კვერცხები, ფრინველი თვითონ და იქ ნელა-ნელა დავიწყეთ ამის მოწყობა რა. ამ ორგანიზაციამ დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ჩვენ და ჩემთვის იყო დიდი საქმე, გამოყო თანხა, არ მახსოვს ზუსტად 50000 ევრო იყო თუ 70000 ზუსტად, მაგრამ რაღაც ესეთი მსგავსი ციფრი იყო. ეს იყო წინა ხელისუფლების დროს და მიმართე მაშინ ელმინის თვალწები ხაჩიძე იყო მაშინ და მე ვთხარი ესეთი პროექტი არის და მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. პრაქტიკულად თანხა გამოყოფილია დაიგეგმა ჩვენი თანამონაწილეობა რა უნდა ყოფილიყო, რა უნდა ყოფილიყო იმათი, სახელმწიფო და ასე შემდეგ რა. და პრაქტიკულად საკითხი გადაწყვეტილი, გრანტი გამოყოფილი იყო, როცა მოხდა უცებ დაგვიძახეს და შეკრებაზე მაშინ იყო დაცულ ტერიტორიებში შონაძე, მოისწრაფიშვილი, დირექტორი და მოადგილე და ეს ხალხის დაიბარეს და უთხრეს რომ ეს საქმე არ გამოვა. არ გამოვა, ნუ წარმოგიდგენიათ ახლა პირდაპირ დარტყმა იყო ჩემთვის ეს ამდენი ნაფიქრალი ნაშრომი უკვე წყალშია ჩაყრილი და ამ პიროვნებებმა ძალიან ვაშკაცურად მოიქცენა თქვენს რომ ჩვენ უკვე ამ ხალხთან ხელი მოვაწერეთ უკვე შეთანხმებული ვართ ესეთი საქმეა და ისეთი თავხედობა გამოიჩინეს რომ სათავე ოფისი მიწერეს იქ რომ ეს არის მიუღებელი ეს პროექტი ჩვენთვის და მე სად გაფრინდა ეს გრანტი ჩემთვის წარმოუდგენელია ჩვენ გვაქვს ნახეთ რა სიტუაცია რესურსი, ბიორესურსი გვაქვს. ამ ბიორესურსს ჭირდება სწორი გამოყენება. ესე არ არის, ბევრს წარმოუდგენი, რომ გაუშვებ და გამრავლდება. ასევე გამოდიან მე, ნუ ახლა პიარს არავის არ დავაბრალებ, არ ვიკადრებ, მაგრამ რო ხედავ,
ტაშს უკრავე და გამრავდით, მასე არ არის პატივცემულება. აქ თავისი ეტაპები გასავლელი. იქ არის ბიოგეოცენოზი გასათვალისწინებელი, ბევრი ფაქტორებია გასათვალისწინებელი. ბუნებაში მით უმეტეს გავითვალისწინებთ ერთი ფაქტორი, მე როგორც ბიოლოგი გეუბნებით ამას. ეს არის მანჯურული ხოხობი კოლხურთან შეჯვარების შედეგი. არის სხვა სახეობებიც, უფრო პრაქტიკული ჩემი თვალსაზრისით. დღესდღეობით ბიომრავალფეროვნებაში რომ ადაპტაცია მოახდინოს და ჩამოყალიბდეს ეს ადაპტაციური მექანიზმი, უფრო პრაქტიკულია ჭარბობს პრაქტიკული თვალსაზრისით კაკაბი. კაკაბმა გაამართლა. ხოხობმა ჯერ არ ამას ყველაფერს ჩვენ რო უშვებთ ამას ესე, ქაოტურად, ჯერ ტრანსპორტირების საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსპორტი. მე და ბატონმა თემურმაც გავმიხილეთ ეგ საკითხი, რომ გალიაში, როცა ევროპული მოდელებიდან გამომდინარე, რასაც მე ვაკვირდები უნგრეთის, პოლონეთის დაგეგმარებას მეურნეობების, იქ მოკლე მანძილებზე სეკვესტრულად თითოეულ მონაკვეთზე ჯერ ასუფთავებენ მტაცებლისგან. ჩვენც ესე ვაკეთებთ. ხო, რაციონი, მაგრამ იქ ძალიან მკვეთრად კეთებ, ძალიან მაღალი, ჩვენ ავანგარდში ვარ, ჩვენ ვიწყებთ რესურსი ჯერ ვერ დაგეთახმებით თლად და რატო გეტყვით მაგასაც რა, იმიტომ რომ რეალურად ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ისეთ ადგილზე გაგვეშვას ხოხბები, სადაც არ ვაკეთებთ გაწმენდას და ტურებისგან სანამ არ გავანთავისუფლებთ ხოლმე და არ დავწმუნდებით, რომ ნამდვილად ეს ადგილია, სადაც შეიძლება რომ გავუშვათ, მანამ არ ვაკეთებთ ამას რა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად იქ ტურა მეორედ არ მოვა. აუცილებლად მოვა. მაგრამ აქაც კიდევ უნდა ხელმეორედ მუშაობა ხოლმე და აი ცოტა აი აქ უკვე ხო ხელი გვეშლება. რატო? იმიტომ რომ კანონმდებლობა ეხა უკვე ხელს გვიშლის ისევ რეალურად და ვეღარ ვაკეთებთ ამ ტურების გამოხშირვას ესეთ თამამად როგორც ადრე ვაკეთებდით რა. ამისათვის საჭირო არის სპეციალურად მთელი ხელმოწერები და მთელი ამბები რომ გააკეთო ეს ამბავი ეს სიტყვით რა. აი შემდგომში უკვე როცა გაშვება ხდება ბუნებაში, მე ჩემი აზრი ესეთი არის, აუცილებლად უნდა მოხდეს მონიტორინგი. მინიმალური მაინც ვიღაცა უნდა აკვირდებოდეს. დღეს ჩვენი საზოგადოება სამწუხაროდ, ნორმალურად თქვენც იცით კარგად, რომ ჯერ არ ვართ ჩვენ ისე მომზადებულები, რომ აი მივაქციოთ ყურადღება, ან ზოგჯერ დავინახოთ რაიმე ფაქტი აღკვეთოთ, ან ხელი შეუშალოთ, ჯერ არ ვართ ჩვენ მაგისტრის და ბევრი ეტაპი გასავლელი გვაქვს. მაგიტო ვახსენე მე სიტყვა ავანგარდში, რომ ჯერ ავანგარდში ვარ, წამოწყება არის საჭირო. მე უბრალოდ მინდა რომ აი ესეთი რამ იყოს, ასეთი რამ რომ გაშვების მომენტში როცა უშვებთ ამას ყველაფერს მოვისმინოთ პროფესიონალების აზრი. სამწუხაროდ ახლა ჩემი გადასახედა მე რა ურთიერთობაც ქონდა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ქონდა მაგაზე ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ უცებ. პოლისში იყო გაშვებული 3 წელის წინ. კონკრეტულ ლოკაციაში, ანუ ტყის მასივში ახლა იმ ფრინველს შერჩევა უნდა. იმას თავისი ცილოვანი საკვები პირველ რიგში კაკაბს განსაკუთრებით ხოხობსაც თავისი სპეციფიკა, რელიეფური სპეციფიკა აქვს. წყალი უნდა იყოს აუცილებლად. ზამთარში მოხდა გაშვება ხოხბის. ჯერ ზამთარი არ არის გამრავლების პერიოდი. 75 ფრთა სადღაც 100 ფრთამდე დაახლოებით ჩემი მონაცემებით ახლა ეგ ამბავი არ ვიცოდი ნამდვილად. უღრან ტყეში იყო გაშვებული. მე მაგ საკითხზე მივმართე სამინისტროში ვიყავი. გავისაუბრე ერთ-ერთ წარმომადგენელს, ანუ ჩემ სამწუხაროდ ხო, მე ვერ მივიღე ადეკვატური სწორი პასუხი, ხო, ანუ აღთქმა ვერ მოახდინე აი ამ პასუხის. მონადირეებიც ვართ უკვე ჩართულები ამ პროცესში, იგივე იმ გასშვებაში. შეიძლება ერთ-ერთი მაგის ბრალიც იყო, აი ხა რო თქვით, რომ თქვა რაღაცა ნაწილში ცოტა არაორგანიზებულადაც მოხდა გაშვებაო, რომ იმდენი მსურველი იყო, ხო, აი ეგ თავარი ნაწილი არის. ტერიტორია სადაც უშვებთ, იქ აუცილებლად უნდა იყოს წინასწარ ვიღაცა პატრონი, პასუხისმგებელი პირი. ეხლა რა შეიძლება თქვი? იმდენმა მონადირემ გამოთქვა სურვილი, რომ აგერა მაგ მე მოუვლი, ჩვენ ვართ, ეს ვართ, ოღონდ გავუშვით, ოღონდ ის მომეცით, რომ სადღაც ადგილებში მოხდა ალბათ ისეც გაშვება, რომ უბრალოდ იმიტომ რომ კაი კაცი ყავდა, კაი პატრონი ყავდა და ეს ნახდათ მოუვლის, ხო იცი ქართული ვარიანტი. ამ შემთხვევაშიც მოხდა. რაშიც რაღაცა შეიძლება გაამართლოს რაღაც იმაზე, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ეხა მაგის ის არ აგვაქვს. ჩვენ თუ გვინდა სწორი სისტემა ავაწყოთ, უნდა მიყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ეგეთი მონადირეების ჩართულობის გარეშე არც კი განიხილება. რომელიმე ტერიტორია. თუ არ ვიცით ჩვენ რომ იქ ვინ მონადირე მოუვლის, როგორ გადის, რა ინტენსივობით, ეხა შენ და მე შეიძლება კი ვთქვათ სადღაც ჩვენ მოუვლითო, მაგრამ იქ უნდა ცხოვრობდე, ანუ აქტიურად უნდა იყო იქ ადგილზე ჩართული, პულსი ხთითი უნდა გედოს, რა ხდება, როგორი პრობლემაა, ავადმყოფობა გაჩნდა რაღაცა შემოვიდა, ანუ ეს არის აბსოლუტურად ცოცხალი მექანიზმი, რომელშიც მონადირეების ჩართულობა მოიტანს მაქსიმალურ წარმატებას. და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი, რომელიც ეხა დაიწყო, ვთქვათ, ჭორვილას მაგალითზე, ეხა არ დაწყებულა, კიდე ერთხელ ვიძახი, 15 წლის წინ დაწყებული მოქმედება, რომელიც ლოგიკურ წერტილამდე მივიდა და ეს არის რაღაცა შუაგზა.
ანუ ამის იქით კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი რაღაცა საკეთებელი, სადაც ისევ მონადირეების იმედი გვაქვს, რომ მათი მაქსიმალური ჩართულობა და ცოდნა. იმიტომ რომ ამ შესაძლოა მეთანხმები, რომ მონადირესო ცოდნა აქვს ამ იმაზე მიმართულებით, ბევრ ორნიტოლოგს არ ჩამოუვარდება. ის ხოხობი ერთ წელიწადშივე თითქმის უფრო ადრე გაქრა, იმიტომ რომ ვერ იკვარებს. ჩვენ უნდა შევაჩიოთ ადაპტაციური მექანიზმი. ხოხობი ძალიან სპეციფიკური ფრინველია. თან ეს არ არის სუფთა ჯერ გენეტიკური გზა რო გაიაროს ხოხობმა, გენეტიკური გზა წლები ჭირდება. მაგას ხო თავისი ადაპტაციური მექანიზმი გალიიდან შენ გამოყავს. კი, უწყობ ყველანაირად ტენიანობა გათვალისწინო, ყველაფერი ბიოკომპლექსში. სხვათა შორის კახეთში რო გავუშვით, არ ვიცი ალბათ იხილავდით მაგ ვიდეოს, ხო, ბიჭებმა მომწერეს და მირეკეს ჩვენ ნაცნობები არიან, ვინც ამას ხარაულობენ, პირდაპირ გაგებით ხარაულობენ, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის. ისე გამახარეს ვერ წარმოიდგენთ რა, მითხრეს რომ გამრავლდაო, ხო, უკვე გამოიჩეკაო და ისინი იზრდებიანო უკვე, აი უბედნიერესები ვიყავით რა, უბედნიერესები. თუმცა 1% ძალიან მცირე არის, ძალიან მცირე. ხო, კლიანობაში აღებული შეიძლება პატარა იყოს, თუმცა აქვე არის კიდე გიორგი მეტრეველს აქვს ესეთი რამ ნათქვამი, რომ საკმარისიაო თუნდაც რამოდენიმე ცალიც რომ გადარჩესო, რეალურად იძლევაო შედეგსო რა და ნამდვილად ნუ სახეზეა, კახეთის სახეზე არის. ეხლა რაც შეეხება ამ თქვენს უბანს, სადაც თქვენ ცხოვრობთ. ხოხობი გვხვდებათ? მე ვაწარმოე რამოდენიმეჯერ ამ ზამთარს, რამოდენ სპეციალურად ავედი ბოტანიკურ ბაღში, დავაკვირდი მთელი ლოკაცია, ხელი ადგილები ვიცი ძალიან კარგად, სად ლოგოკინა მეტი არის, კარგად ვიცი ტერიტორია. ფაქტიურად გავესაუბრე იქ დაცვის ბიჭებს გავესაუბრე, იქ მოსახლეობა ვინც არის, ერთი სიტყვით შევკრიბე, ეს კრებული გავაკეთე და ეს კაცი მე რო ვახსენე, თემური ლაბაურია, ძალიან საინტერესო პიროვნება, ცხოვრობს კწანიში. ზუსტად აი ამ ფერდობებზე, სადაც სახლი იქნება და აკვირდება ყოველთვის გადის აღლებს ასეინებს, რა თქმა უნდა უთობოდ. ეხლა მიმდინარეობს ნადირობა, მე მინდა აი თქვენი რეპორტაჟის მეშვეობით მივმართო აი იმ პიროვნებებს, ვინც გონჩები დადის და ამისთანა ინტრიგას ქმნის. მე სახელებს არ დავასახელებ, არ მიზან მიმართულად არ დავასახელებ სახელებს, ჩაიხედონ გულში და არ შეიძლება, მე მოვუწევ არ შეიძლება. ქალაქის ცენტრია, ჩვენ უნდა ვაცალოთ, რომ ელემენტარული საადაპტაციო მექანიზმი გამოვიმუშაოთ და მივცეთ საშუალება. არ შეიძლება ეს არის უზნეობა. ყველა ადამიანმა უნდა ჩაიხედოს თავის გულში ის ხალხი რო შრომობს იქ ამ ხელა კომპლექსში, იმის იმედად არის, რომ შენ სწორედ რაციონალურად ეს ხო არ არის დაუშვათ რომ პერპეტუუმ მობილე ბანკარო მუდმივად რეალ ამ შრომას მოიცავს ამდენ სწორედ რაციონალურად შორის მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს იმისა რომ თუ სიტყვაზე შედეგი არ დაიდო მოკლე დროში რაღაცა გარკვეულ დროში შესატყვისი იმ დანახარჯებისა შეიძლება პროექტი საერთოდ უბრალოდ დაიხუროს კიდევაც არ გამოვრიცხავ არც მაგას ამიტომ მართლა თითოეულ ჩვენთაგანზე არის დამოკიდებული მეგობრებო რომ აი რაღაც კეთის ინდისიერად მეუდგეთ ამ საკითხს და ჯერჯერობით რადგან აკრძალულია არც უნდა ვინადიროთ ხალხო თუ ეს ნადირობა რა თქმა უნდა მეურნეობაში არ ხდება რა თქმა უნდა კაკაბმა გამოიღო შედეგი 200 ფრთამდე მე თუ არა ვწდები იყო გაშვებული კაკაბი და 200 ფრთამდე ახლა შეიძლება მე რიცხვებში ვწდები სადაც 200 ფრთამდე ხოხობი თითქმის არ არის ბოლო მონაცემებით იმ კაცმა მითხრა რომ ავჩარკი ცენობდიო და ხოხობი დაიჭირა ძაღლმა მამალი ხოხობი დაიჭირა ძაღლმა ანუ ხო ანუ ჯერ ვერ არის ადაპტირებული რა თქმა უნდა საფარიც არ აქვს ჩემო მარლენ სად შეაფაროს თავი არ აქვს ბალახი არ არის ხოხობს უყვარს წყალი პირველ რიგში მაგის გარეშე გამორიცხვა ასევე როგორც კაკაბს უფრო მეტად შეუძლია ადაპტირება რატო არის უდაბნოში ხოლმე კაკაბი თავარია რომ წიწილა გამოიყვანოს და მე უკვე სიცხეების დროს ნამიდან და იმიდან ხოხობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ბუმბულისთვის პირველ რიგში მე წყლის მიღებისთვის ფეხებზე აუცილებლად უნდა იყოს ახსოვს სტერილიზაციის სახით საკვები რაციონი ბოტანიკურ ბაღში ჩემი აზრით საკვები ბაზა და საფარი არ იყოს საკმარისი აბსოლუტურად არ იყოს საკმარისი უბრალოდ ეგზოტიკის თვალსაზრისით შეიძლება 1-15-20 ფრთის გაშვება თუმცა ალბათობა განვითარების და გამრავლების ჩემს მოგახსენებთ ძალიან მინიმალურია. დღეს კაკაბი უფრო პრაქტიკულია. ეხლა კიდეს მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი. დიდგორზე იყო გაშვებული 200 კაკაბი. 200 ფრთა. რატო არ ვეთანხმები? ბუნება ისე არის შექმნილი განსაკუთრებით საქართველოში. თქვენ ალბათ შეხვედრიათ ესეთი ნიუანსები დაკვირვებას აწარმოებდით, რომ
ამ ტერიტორიაზე არის კაკაბი, კი მთიანი რელიეფია, კლდიანი რელიეფი, მაგრამ კაკაბი აქ არის, აქეთ არ არის. კი, არის. თუშეთში მაგალითად, თუშეთში ქვედა ნაწილში 2000 მეტრამდე ზღვის დონიდან არის კაკაბი, ზევით არ არის კაკაბი. ჩრდილოეთ მხარეს ჩვენი საქართველოს ჩრდილოეთ მხარეს აი ჩარგლის ფერდობებზე დაგვირებული არ არის კაკაბი. აქეთ გადმოღმა არის კაკაბი. ბუნებამ ისე შექმნა ეს ყველაფერი. დიდ გორზე არ იყოს სწორი. რა არის საკვები ბაზა. აქვე აქვს და ამ თაზე დაუშვათ არა აქვს. პირველ რიგში საკვები ბაზა და ბიოგეოცენოზე არის გასათვალისწინებელი. დიდ გორზე ძალიან კარგი ნიადაგი აქვს და ისედაც ანუ ადგილობრივი ბიორესურსი ეს იყო გნოლი. ეხლაც არის. რო ინჟინერია რო განვითარდეს, ბიოინჟინერია განვითარდეს, შენ უნდა მოახდინო, ასე ვთქვათ, შეხამება და სისხლის განახლება. უნდა გამოვიყენოთ ის ადგილობრივი ბიორესურსი, გაველურებული, რომელსაც აქვს უკვე გამომუშავებული ადაპტაციური მექანიზმი და თუნდაც მამალი რო შეეჯვარება გარეულ დედალს, ის უკვე კვერცხს რო დადებს, გამოჩეკავს სიმწიწილას უკვე გენი რატომ გენეტიკა საოცარი მეცნიერება. ველური ყოველთვის ჯობნის ხოლმე. რა დომინანტი არის. ხო, დომინანტი არის, კი ბატონო. ფენოტიპური თვალსაზრისით ბუმბული და იმით საერთოდ უნდა მოხდეს სისხლის განახლება. აი ახლა გაღმა ფერდობებზე, ბოტოქსანისის გაღმა ფერდობებზე მე რატო ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ეგ ლოკაცია მე ვიცი ძალიან კარგად ამაქვს შესწავლილი. თითქმის 24 წელი აი ამას ვაკვირდებოდი, დაკვირვებას ვაწარმოებდი. ციხეების აქეთ ამ მხარეს არის კაკაბი. ზომით არის ძალიან დიდი კაკაბი. მე საქართველოს მოვლილი მაქვს. სომხეთშიც ვარ ნანადირების, სხვათა შორის განსხვავებებს ხედავდი. ბუმბულში ფენოტიპური განსხვავებები, ბუმბულში ციხეების თავზე არის უნიკალური ჯიშის კაკაბი. რაში არის მისი უნიკალური? რაში არის მე თქვენ იმის გარდა რომ დიდია? მე ვფიქრობ რომ განპირობებული იმით რომ საკვები ბაზა ღვიის თესლებს ჭამს, არ აქვს მარცვლოვანი ხორბალი და ის არ აქვს, ღვიის თესლებს ჭამს, სხვა არის კიდე სხვა ცილოვანი საკვები, ძირითადად ლოკოკინაზე. ზომით არის ძალიან დიდი, ფერი, შეფერილობით, უდაბნოს კაკაბიც განსხვავდება ტარიმანის და კახეთის კაკაბისგან. ხო, შეფერილობით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძირითადი რაციონი შედის ღვია. ეხლა ციხეების აქეთ ამ მხარეს ყოველთვის და ბოტანიკური ფერდობებზე ყოველთვის იყო პატარა ზომის კაკაბი. რელიეფურად დიდი მანძილი არ არის. აშკარად იყო განსხვავება. ძალიან დიდი განსხვავება და მე საქართველოში რაც დაკვირვებები ვაწარმოე და ნადირობის პროცესში ვადარებდი. ყველაზე დიდი კაკაბი იყო ციხეების თავზე. არ ვიცი, მე ხა ვერ გამოვყოფ იმას ინდივიდუუმად რაღაცა განსაკუთრებული. მქონდა მე ბიოლოგებთან, ზოოლოგებთანაც საუბარი, ჭობა იყო ამაზე, რატომ, როგორ, რანაირად საბოლოოდ დღეს მეცნიერება სამწუხაროდ ორნიტოლოგია განიცდის ძალიან დიდ პრობლემებს, ერთი სიტყვით შეგვიძლია ვთქვათ ესე. არ არის რატომ ხას მიმზიდველი დარგი. საერთოდ ველურ ბუნებაში როცა რაიმე კვლევას ატარებ, ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. ევროპაში ზეგრე არის, მაგალითად სლოვაკეთში, რატო 78 წელს წაიყვანეს აქედან კოლხური ხოხობი და დღეს ძირითადი სანადირო ობიექტი არის კოლხური ხოხობი. არა იაგდ ხოხობი, რომელიც თეთრი კანტით ასე ვთქვათ. საწინდარი მანჯურიული ხოხობი არის. ხოხბების ხოხობის საწინდარი, რა თქმა უნდა, კოლხეთია, მაგრამ გიბრიდული არ არის. გასაგებია. კარგად გაიარა ის ადაპტაცია. ასიმილაცია გაიარა კარგად. და ჩვენთან საწყენი ის არის, რომ რესურსი გვაქვს. საკვები ბაზაც არის და ერთი გვინდა რომ სწორედ აი ჩამოვყალიბდეთ, მივიღოთ მონაწილე ამ სხვისი აზრით მოვისმინოთ. მე დიდი სიამოვნებით, აი ბატონი გიორგი მეტრეველი ახსენეთ, მე პირადად არ ქონია ურთიერთობა, მაგრამ მე ვთვლი ეს ჩემი მოსაზრება არის. გარემოს დაცვის სამინისტროში და როგორც ვიცი ველურ ბუნების სააგენტოში, ეს კაცი არის ჩვენი მონადირე, მე რო უსმინდა ამ ადამიანის საუბარს თვითონ აი გეგმებს და ყველაფერს, რა თქმა უნდა, შტაბეჭდილებამ იმედი რა თქმა უნდა აკეთებს აი იმისოდ რომ მონადირეები ვიყოთ კარგ ვითარებაში. რა გეთახმები, კოლაფსი არის, აი ეს უკმარისობა არის. დღეს არის ძალიან ბევრი ამუნიცია, ყველანაირი საშუალო თოფები, მაგრამ კულტურა, აი კულტურა, სიყვარული ბუნების მიმართ და დანარჩენ
მაგამ ბავშვი ცოტა გვიჭეს ნამდვილად და ერთი ბოლო სიტყვაობაში რა შეიძლება ვუთხრათ ჩვენს ახალგაზრდა მაყურებლებს, რომლებიც ასე ვთქვათ, ეხლა იდგავენ ფეხს და ცდილობენ რომ თოფი ხელში აიღონ და უკვე ასე ვთქვათ მონადირეებს შემოგწიცინებენ თვალებში იქნება და რამენაირად ასე ვთქვათ ჩაებრენ ამ მონადირულ ცხოვრებაში, ხო? აი ამათ რა შეიძლება რჩევა მივცეთ ზოგადად იმისათვის რომ სწორედ აღიზარდოს ეს ხალხი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გქონდეთ შინაგანი კულტურა. აღთქმის უნარი და შინაგანი კულტურა. ჩვენ ხრიდან ჩვენ რაც შეგვიძლია, აი ესეთი გადაცემებით, ესეთი შეხვედრი თქვენი საშუალებით, მარლენ, რომ იწვევთ აი ესეთ სტუმრებს, მაგალითად ამის წინაზე სტუმრ სახელები დამავიწყდა, მაგრამ ძალიან სერიოზული დიალოგი ქონდა და გულწრფელად გეუბნები მომეწონა. აუცილებლად პირველ რიგში გათვითცნობიერება უნდა მოხდეს. ნადირობა ეს არ არის ის, რომ აიღო თოფი და მარტო ისროლო და ჟინი. ასე თქვა მოინელო. ეს მარტო ეს არ არის. უნდა იყოს სიყვარული, ურთიერთობა ბუნებასთან. და მინდა აღვნიშნო პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფომაც უნდა მოგვაქციოს ყურადღება გარემოს დაცვის სამინისტრომ. მეტი კვალიფიკაცია. მეტი კვალიფიკაცია და მონიტორინგი. ესე არ უნდა იყოს მონიტორინგი და ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ესეთი რამ, როდესაც აიღებენ თავს და მოკლავენ რაღაცას, რომ აიღებენ ამ ფრინველს და შეხედავენ, ხო? უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ეს ფრინველი განიცდის გამრავლებას განიცდის, ესე არ არის, რომ სეტყვასავი წამოვიდეს და ამდენი იყოს გარშემო. ამას მოულა უნდა. გუნდიდან რომ მოიპოვებ შენ გადიან ბევრს ახალგაზრდებს რომ ყვებიან ენთუზიაზმი გუნდიდან რომ მოიპოვებ 20-იანი გუნდიდან რომ 18-17 წელს მოკლავ და მე დაიკვეხნი მე ეს დავხოდი ეს არ არის სწორი ზომიერად უნდა იმდენი ჩვენი კულტურა უნდა ვითარდებოდეს ახლა ჩვენი თაობა უკვე ასე თქვა მომჯდარი თაობაა მაგრამ ახალგაზრდებს მაინც მოუწოდებ თავშეკავება მაქსიმალურად ვნებას გადავაბიჯოთ ვაკონტროლოთ ეს ვნება და მივახცევთ შედეგს Good choice. ბურგერისთვის მოვდივარ აქ. ჩვენი გადაცემის მხარდამჭერია Happy Dog-ი. კვებე სიყვარულით. გადაცემის სპონსორია სპორტული საინფორმაციო პორტალი Croco Gym.